გაგიკვირდებათ და ისე მინდოდა ლაივში შემოსვლა დღეს, ხომ სამშაბათია, დღეს ხო რა ბაზარია, დღეს ყველა ბაზარში ვარ. ისე მინდოდა დღეს დროზე თქვენთან მოსვლა, რომ 2 საათით ადრე ვიწყებ ლაივს. სინამდვილეში უბრალოდ სპექტაკლი მაქვს 9-ზე და ახლა უნდა მოვასწრო წასვლა, ამიტომ ესე რაღაცნაირად გამოგვივიდა, რომ 2 საათით ადრე გერთობით. თუმცა შეგახსენებთ იმას, რომ ვისაც გინდათ ამ ყველაფრის ყურება ლაივში და ვინც გინდათ დარწმუნდეთ იმაში, რომ სინამდვილეში ვარ ქერა და ცისფერთვალება და აპრეხილი ცხვირით, შეგიძლიათ მოხვიდეთ ხოლმე ყოველ სამშაბათს, ნუ დღეს 6 საათზე, მაგრამ ზოგადად 8 საათზე და პირდაპირ ლაივში მიყუროთ მე და ჩემ სტუმარს, ვინც იქნება და დღეს ვინც არის და ამას ყველაფერს დაგელაპარაკებით ძალიან მალე და დარწმუნდებით თქვენც, რომ ძალიან ლამაზი ვარ სინამდვილეში და ქერა და ცისფერთვალება ვარ. ხო და ვისაც არ გჯერათ ეს ყველაფერი, შეგიძლიათ აეხლა სტრიმზე მიყუროთ ბაზარის ოფიციალურ გვერდზე, Facebook-ზე. ის რომ შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ ვეკუას 3A ნომერში, ეგ უკვე ვთქვი და კიდე ხვალ YouTube-ზე შეგიძლიათ მიყუროთ და დარწმუნდებით რომ ხო ტელევიზორში, კიდე ეკრანზე, რა დღეს ტელევიზორია, დასრულდა ტელევიზია. ეკრანზე ყოველთვის შავგრემანი ვარ ხოლმე. რაც შეეხება ჩემს სტუმარს, მე ძალიან შეგაჩვიეთ და ძალიან ცუდია. აი რაღაცნაირად ცუდად შეგაჩვიეთ, რომ ჩემი სტუმარი ყოველთვის უნდა იყოს ძალიან საინტერესო, რაღაცნაირად ნიჭიერი, რაღაც გამოსადეგი, მშვენიერი. ყოველთვის აი ესეთი საინტერესო სტუმრები გვყავს. ხო და ეს ჩემი ბრალია. ამიტომ ყოველ სამშაბათს მიწევს, რომ უფრო მეტად მოვინდომო და უფრო მეტად მაგარი სტუმარი წარმოვადგინო ხოლმე რა ბაზარიაში და დღესაც ესე მოვიქეცით და დღეს ჩემი სტუმარია, როგორ გითხრათ? ჯერსაც ჩემი მეგობარია. მოდით აქედან დავიწყოთ, რომ მამაც სხვათა შორის დამიკიდა ცოტა, მაგრამ ნუ არა უშოთ. ლამაზია, ნუ კაი, ეგ გავიგეთ ვიცით. წამყვანია ტელევიზიაში. სხვათა შორის რჩევებს გვაძლევდა სილამაზეზე, რჩევებს გვაძლევდა ჩაცმაზე. უყვარს ბევრი ლაპარაკი, ნუ ეგ ვიცით ყველამ ძალიან კარგად. კიდე სხვათა შორის იუთუბერობა დაიწყო, უკვე ესე ჭეშმარიტი იუთუბერია და ეს სიფრიფანა ქალი, გოგო დააძვრება ხან კლდეზე, ხან კლდიდან ხტება, ხან სად არის, მოკლედ ნინუცა ორჯონიკიძეა ჩემი სტუმარი. კაია, რო გვარი გაგახსენდა. იმიტომ გავხედე, იმიტომ რომ მე პირველ გვარს ვეძახი ხოლმე, იმიტომ რომ მე ბიბის ვეძახი, იმიტომ რომ მეგობრულად მიმართო, მაგრამ ნუ ორჯონიკიძე თქვენთვის. რა ბაზარია ნინუცა ორჯონიკიძე კიდევ ერთხელ გამეორდები, ბიბი იყო, ბიბილეიშვილი იყო, ჩემი გვარი და ვიცი ხო და მე მეძახდა ბიბი. აი სუ ბიბილეიშვილი ხო, კაი ის იყო, მეცახელი ბიბი. ხო და ბიბი მომწონს გიხდება და თან ანუ არ არსებობს, ანუ ხო ვიცი რომ ნინუცა ორჯონიკიძე ხარ, მაგრამ არა, მაინც ნინუცა ბიბილეიშვილს გავიძახი. ორჯონიკიძეა. რა ბაზარია, აბა როგორ ხარ მომიყევი? მიხარია. რა გიხარია, გოგო? რა და ვიცი რომ ძალიან გახსოვს მე და შენ ბოლოს რომ ვნახეთ ერთმანეთს, მე მგონი აუზე ვნახეთ და შარშან. კი და მაშინ ვლაპარაკობთ რომ მე ახალი დაწყებული მქონდა და რაღაცას ჩიფირთობდი პირდაპირ გაგებით და ეხლა კი ხარ უკვე ქალღმერთი. არა, მაინც ჩიფირთი მიდის, კაი რთული საქმე, ანუ ყველასთვისაც გონია რომ YouTube მარტივია. პაპა. არ არის მარტივი, მაგრამ მაგას გეუბნებოდი რა, რომ მეორე სუნთქვა გაგეხსნება აქ. თუ ბევრი წელი გატარებული გაქვს ერთი და იგივე სპორტში, საკმარისად ხმამაღლა ვლაპარაკობ. კი, მესმის, რო ვერ გავიგებ ესე გაგიკეთე. მესმის კი შენი, მიდი. რაც თავარია ჩვენ მაყურებელს ესმის, ამიტომ შეგვიძლია გააგრძელო. ხო და ძალიან მაგარი არის YouTube-ის გამოჩენა ჩემ ცხოვრებაში, აი ძალიან მაგარი ამბავია. საიდან მოიტანე? არა, გასაგებია რომ YouTube-ის ბუმი არის საქართველოში. კი, ყველა ვიცით, ნუ საკმაოდ გვიან შემოვიდა YouTube-ი საქართველოში, ნუ იუთუბერობა. ხუთები, მაგრამ აი შენ რაღაცნაირად ალღო აუღე და ტელევიზიაში, მე ხა ტელევიზიაში მუშაობ მთელი ცხოვრება და მუშაობდი უბრალოდ და აღარ მუშაობ საბედნიეროდ. არ იყო ამის დრო, ხვდები, აი ამაზე არც მიფიქრებოდა და არ იყო დრო კი შენ რაღაცნაირად კარიერის პიკში გადაწყვიტე რომ იუთუბერობას გინდა, რატო? ეხლა ორი რაღაცაა, ჯერ ეს ერთი დღემდე შემორჩენილია რომ ტელევიზიის ხალხი ცოტა ზემოდან უყურებს YouTube-ს, იმიტომ რომ გონია რომ მან თუ არ იცი რომ YouTube-ის ხალხი როგორ უყურებს ტელევიზიის ხალხს, ეგ თალკე თემაა. მე ვიცი მაგალითად რომ ბოლო 24 საათში რამდენმა ადამიანმა გამაჩერა და რა მითხრა. რაც არასოდეს არ ყოფილა ტელევიზიისგან. ხვდები, ანუ ეს შენ გამოცდილებაში? არასოდეს. ერთი ბიჭი მიგვიჩერა მანქანა, მე და მარიშკა ვიდექით ქუჩაში და გადმოვიდა რაღაც ანგელოზივი 22 წლის ბიჭი, პრინსტონში ვსწავლობო და იცით რომ თქვენ იყავით შთაგონება საქართველოში რომ ჩამოსული ყავი და დამეთვალიერებინა საქართველო პირველივე ეპიზოდიდან გიყურებთო. და მეთქი რა სწავლობ მეთქი პრინსტონში და მოიცა გავიხსენე კოსმიური ინჟინერია თქო კოსმოსური ხომალდების მეთქი მაგას ვერ დავიმახსოვრებ, მაგრამ წაგიყოლებ მოგზაურობა შეგეცვა რა სხვა მე მგონი რომ YouTube-ზე კეთდება ნამდვილი ამბები.
არ შემიძლია არ და დაგეთანხმო. ნამდვილი ამბები ადამიანებს აინტერესებს. ის ბარიერი, რაც ადრე იყო, მოსახსნელია რა, ანუ ტელევიზიაში ჯერ კიდევ აქვს ეს მომენტი, რომ სჭირდება, იმიტომ თხოვს მაყურებელი რა. რას გთხოვს მაყურებელი? აი, ნუ ეთყობა თხოვს რა, ხან ესეთი დავარცხნილია კონტენტი. ხო, იცი რა არის? კი, შეიძლება ამაშიც დაგეთანხმო, მაგრამ ნუ ეხლა ისეთი დრო დადგა, რომ ამიტომ არჩევანი გაქვს, რა შეგიძლია დავარცხნილ კონტენტს უყურო, შეგიძლია YouTube-ზეც დავარცხნო შენი თავი, მაგას არავინ არ გიშლის. მაგრამ არავინ არ მომწონს ის ყველაფერი, ხო, მე მომწონს, რატო ჩემი ანუ რაღაცები შეგიძლია დავარცხნო. იცი რა, მე მომწონს, რომ YouTube-ზე გაქვს იმის საშუალება, რომ მართლა ისაკეთო რაც გინდა რა. გინდა დავარცხო, გინდა დაივარცხო, გინდა დაიბანო, გინდა ჩაიბანო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირდაპირ და ილაპარაკო ყველაფერი რაც გინდა, ხვდები? პირდაპირ კომუნიკაცია გაქვს. აი არასოდეს ჩვენ ხო ეგეთ საქმე გქონდა რომ ეს ცალკარში ვთამაშობდით რა. ანუ არასოდეს არ მოგდიოდა უკავშირი რეალური ადამიანებს, აი მოეწონა, არ მოეწონა, სად გაეცინა, ხო რაღაცას გადაობ შენთვის და ფიქრობ ახლა იმას მოეწონა, არ მოეწონა, კაი ხუმრობა იყო. პროდიუსერმა უნდა გითხრას, კარგი იყავი თუ ცუდი იყავი. აქ აი არავინ არა, მაყურებელია პირდაპირ წერს, ეს მინდა, იქ წადით, ეს ჩვენთან ჩამოდით, ვიღაცებთან ჩავდივართ და ისეთი მაგარი ამბები გამოგდის, პატიჟებენ, ანუ ისეთი უკავშირი გაქვს ხალხთან და ისეთი ჩართული ხარ, რომ ეგა აი ესეთი დავარცხნილი კოპწია მშვენიერი ხალი დაბანილი სხვათა შორის კი სულ ბანაობს ხოლმე ვიცი ზუსტად საიდან მოიტანე რომ აი ეს კონტენტი გაგეძრო YouTube-ზე რომ აი ესე აძვრე ტყეში ტალახში ჩახტე მე იქიდან ამოხტე გადმოხტე ხო ხვდები აი შენი შურიც მოვიდა მოდი დაჯექი ჩვენთან დაჯექი აი მაგითო მომწონს რა ბაზარია რა მაგრამ ასწორე ხედავ როგორ 13 წლისაა და მაინც და მაინც არ ვევასები მაგრამ როგორ 13-ისაა და დიდად არ ვევასები მაგრამ ვცდილობ დალაგებას მაგას ყველა გავივლით ეხა შენი ჯერია უბრალოდ დაჯექი გთხოვ ხო და საიდან მოიტანე ეს კონტენტი გეტყვი შეხედე როგორ გადაწყვეტილი მე მახსოვს რომ შენ გვასწავლით რომ აი დღეს ამას წავლის მე ამას შეხედე უკარაც მივედი ტელევიზიიდან აი მაგალითად რა ჩვენი Starbucks-ის ოფიციალური ნამდვილი Starbucks-ის ყავა. რა, ნამდვილი? დიახ. მოკლედ, ეგ ჩემი ნიშა იდეაში, ჩემი კეთილნებით არ იყო. ხო. შენ კი იცი, როგორც იციან, რაღაცების გაფორმება შენზე და ცოტა იზულება. და ესე შთაგონება, რომ აი ეს შეგიძლია, შენ ლამაზი ხარ, ლამაზი ხარ და აი მოდი ლამაზი კონტენტი მიკეთე და როგორც კივე რაღაცას სხვას თავაზობ, აი არ გიხდება, შენი არ არის. ხო, ტელევიზია შვება მაგას. მაიცა? 1 2 3. გასინჯე. დალეული ეკნება მთელი მსოფლიო გაქვს მოვლილი. კარგი, აბა ნამდვილი Starbucks-ია. წავიდა? გითხარით არ მოვა კაცო არ ინერვილო შენ გითხარით არ მოწონო არ მეთქი. მაგასაც ვისაუბრებთ აუცილებლად. უბრალოდ მაინტერესებს აი კონკრეტულად ხო მოკლედ ეგ პერიოდია ეს საქმე ესე არის რომ ნუ ეგეც ეგრეა რა პროდიუსერს რო წარმოდგენა აქვს როგორი მიყვარს. გაბრუნდა? ეს გაიარა ჯიგარმა პირდაპირ გადაჭრა 3 კამერა. მაგრამ რას ვიზამ? აი ეს არის კამერამენები. ესეა რა ბაზარია ხალხო, ეგ ბაზარია რომ ვართ ლაივ სივრცეში, ესეთ ამ ბაზარში ვარ და ჩაგჭრიან, გადაგჭრიან, აბარა. ბაცალობ ჩემი უცას საუბარი. მე შენ გეტყვი არ უყარს ლაპარაკი თუ არა საერთოდ. მე ხო და მოკლედ ესე მომარგეს ეგ იმიჯი. მე რაღაცას ვიბრძოდი რომ აი მოდით ის ვქნათ, ნუ არა ბიჭო. მე იყო ეს 5 დღიანი პირდაპირ ეთერი და ზედ დაემატა მე 6 დღე მეგა შოუ. ხო. მოკლედ ესე გამოვიდა რომ 1 წლის განმავლობაში კვირაში მუშაობდი 5 დღე პირდაპირ ეთერში. პარალელურად ოქტომბრის დასაწყისში გარდამეცვალა მამა სიმსივნე. და აი მთელი წელი ამ რეჟიმში მამუშავეს. და ბოლოს როგორ ვიყავი, იცი რომ აი თუ ოდესმე ვინმეს გაუფრენია, ეს ვიყავი მე, შეურაცხადი ვიყავი. ხო. აი რომ სეზონი რომ მორჩა, აი რუსკა რამ გჭირდა, იცი, აი მეწმოდა თვალები, რამდენი უძილობისგან ეს ხო ფიზიკური ძალიან დიდი შრომა არის და მენტალური, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერი დიდი პასუხისგებლობაა, ეს უნდა გააცნობიერო და ვიღაცას თუ გონია მართლა შეიღებები და ლამაზად დაჯდები და რაღაცას წაიკითხო, ეგ არა, ყველა დაჯდებოდა რა, სხვა ნერვები გჭირდება, სხვა შრომა გჭირდება, სხვა სტანდარტი უნდა გქონდეს რა. თან იქში დაინტრიგები ეს ყოველთვის ცალკე სხვილი თემა, ამასაც უნდა გაუმკლავდე, შენ თავზეც უნდა იმუშაო, უნდა განვითარდე, ნუ ეს ყველაფერი და მოკლედ ესე იგი ივლისის ბოლოა და მე გავაფრინე. შენ გააფრინე? მე ვარ გიჟი, იმიტომ რომ მამის დაკარგვა იყო ალბათ უდიდესი ტკივილი ჩემ და ალბათ ეხლა ვამუშავებ იმას, რომ იმ პერიოდში ტკივილს გავეკეცი და ყველაფერს ვაკეთებდი ოღონდ ეგ მაგაზე არ მიფიქრა, იმდენად დიდი
აი ხო ხდება ფიზიკურად რო გტკივა, გული რო გტკივა ადამიანს და ერთი მქონდა ეს რომ ვიჯექი ამ სტუდიაში გამოკეტილ ოთახში და ეს თქვენთვის არის ხალხისთვის ლამაზი სტუდია, თორე ბნელი, განათებული სტუდია, ხო ხდები რომ სტუდია რა. ეს ჟურნალისტები შემოვიდოდნენ, სტუმრები, რაღაცა ამბავს მოყვებოდნენ, წავიდოდნენ, ვიღაცა სადღაც იყო, ვიღაცამ რაღაც აქნა და შეხვდები შენ ზიხარ ერთი და იგივე ადგილას და ერთი და იგივე რაღაცას აკეთებ და თემები ხო იგივეა, მზის დამცავი რაღაცა, მე მაგნიშას არ მაცილებდნენ და აი ვლაპარაკობდი ამ მზის დამცავზე, ამ რაღაცა თმის მოვლაზე, ტანსაცმელი როგორ უნდა შეუხამოთ და წლიდან წლამდე გავიდა 5 წელი ერთ და იგივეს ვაკეთებ. და გადაწყვიტა რომ არა, შენ გჭირდება ექსტრიმი. და მე რა კარგი გამოჩნდა ესეთი ამბავი, რომ თის დღეები ტარდებოდა თუშეთში. ხო? და ჩავჯექი შპაგატში, მე გამიშვით გადაღებაზე. და ხანდახან აი გარდენიაში გამიშვებდნენ, იქ სადღაც გამიშვებდნენ და ჩართვები გამომდიოდა კარგი და მე გავაკეთებ ცივად ჩამოვიტან. გამიშვეს, მან და უნდა გავეშვით მე. ხო და გაუშვეს და წავიდა ხელიდან ნინუჩა ორჯერ იქით. ვინც გავაკეთეთ ეგ სიუჟეტი დღემდე ვაკეთებთ ერთად და თუშეთში რო ავედი, რო გადამეკეტა, აი ხო ხდები ორი რაღაცა შეერწყმა რა, ის რაც ვის იკეთებაც მიყვარს production-ის და ბუნება. სადაც პირველად ვიგზენი რომ ნერვებმა დაიწყო დამშვიდება და დამიწება და რაღაც ტკივილი მომეხსნა, სუნთქვა და აი შვებას თუ სადმე ვყოლობ არის მან. ჩემში ხარ შემოგვიყვება. იცი რა მაინტერესებს? რამე არის ესეთი რაც პირდაპირ ერთში წამოგხსენია და თავში ხელები შემოგიყვება. კი. ავაკრიტყვე. აბა რა, ყველა შეიძლება. ესა რაღაც რთული პერიოდია ჩემთვის. ტელევიზიაში მაგარი არეული სიტუაცია, ვიღაცები რაღაცები ლაპარაკობენ, მიდის ისა, მიდის ეს და ნუ შენ ხო იცი რა ეს ყველაფერი რომ შენს ირგვლივ ეს თემები იხარშება, რომ ის იმოცან შევიდა ოთახში, იმან ეს თქვა, იმან გადაიხო ხდები რა. აი ბლა 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 და მიდის ახლა ინტრიგების ხლარჩვა. მე უკვე როგორი დასპაზმული ვარ, იცი რომ ბევრი პრობლემა მაქვს და აი უკვე გასხმაზე ვარ რა. ხო. საუბრობთ ყველებზე. რაზე? ყველზე. ყველი. მიყვარს ეგ ვიდეო. ქართული ყველი. სხვათა შორის არაჩვეულებრივი ქართული ყველები არ ვიცოდი, თუმცა ძალიან დიდი ასორტიმენტი გვაქვს. და ერთ-ერთი ამბობს. ხო, ერთ-ერთი ლეწე ყველები. როგორ თქვი გეხოცები გამახსენე რა? მოიცადა კიდევ ქართული ყველები თქვი? არა, ეგრე მარ ქართული ყველები მარტო არა. ანუ ეკავ რთული ქვეწყობილი იყო. ანუ კაი წინადადება. აი ასორტიმენტი და მრავალფეროვნება და აი ძინძველი. დასთავარი იმდენად ტვინი მქონდა გათიშული და იმდენად ხო ხდები სხვა რაღაცებზე რო ფიქრობ. ვერც გავიგეთ. ისინი რა ჯიგრები არიან ყურზე ვინც იყვნენ და ტექნიკური პროდიუსერი რა სიტყვა არ უთქვიათ. ხო ხდები რომ გაგესწორებინა, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ აბსოლუტურად პროდიუსერები მაგისტრის ხედან რომ რაღაცა შეცდომა რომ მოდის წამყვას, ეგრევე რაღაცნაირად გამოყავთ მდგომარეობი და მაგისტრისაა პროდიუსერი. მაგრამ იმათმაც მაგრა დამიკიდეს და მე ეს ქართული ყველები შემჭა ისტორიულად ჩემი ეს მოსიარულე ის ვიდეოა, ხო იცი, ვირუსული ვიდეო რო არის. დღემდე მოძრაობს ეგ ვიდეო. და ძალიან მიხარია რომ რაღაც არ მოიგონეს სხვა ისტორია და ეგ ისტორია გაიხსენეს ზუსტად. მეტი ეგეთი გასხმა არ გწონია. იცი რა მაინტერესებს? შენ თავში, აი გულწრფელად რა, აი ყოველგვარი შელამაზების გარეშე რა შეცვლიდი? აი პირდაპირ რა შეცვლიდი რა? აი მორჩა, აი ეს აღარ მინდა რომ მქონდეს. აი ესეთი აღარ მინდა რომ ვიყო. აი ეს ჩემი თვისება აღარ მინდა რომ მქონდეს. იცი რა, აი ეგრე ვერ ხვდები, აი ესე კომპლექსურად მე ჩემ თავს ეგრე ხო ვერ ვხედავ, აი ეს რაღაცა სხვადი შეფასებებით მოდის, მაგრამ აი უფრო მე რა მიშლის ხელს იმისთვის რომ რაღაცა. ნუ პირველ რიგში ცოტა მეტი აი ძალიან შფოთავ რაღაცის ძალიან ბევრი ნერვიულობას ვხარჯავ, სანამ რაღაცას გავაკეთებ. ანუ საქმეს რეალურად მე ვაკეთებ 1 საათში, მაგრამ 4 საათი პროკრასტინაცია მაქვს ჩვეულებრივი, აი ვფიქრობ როგორ გავაკეთებ. მე ის რა ქვია, ძალიან როცა ადამიანი არ მომწონს, არანაირი უნარი არ მაქვს შევფუთო ეს მართლა ვერ ფუთავ? მაგის გამო სუშარშირო ვარ. გეტყობა როცა არ მოხწას ადამიანი. აი როგორ გეტყობა? სიფათე. აუ რა კაია ხალხო მოუწონო არ. ან არ მოუწონო და კარგად ხუთავს, მაგრამ ეხლა ამ წამს ვერ ხუთავ. არ შემიძლია. ესე იგი მოუწონო. არ შემიძლია. მარიშკა ძირითადად იმეთი არის. წეხვები და სახეზე მელეწება რა ეგ რო. მელეწება სახე. აი ძალიან რომ მოვინდომო, მაინც მეტყობა რომ აი ფიქრობ რომ
ეს არ არის ეგ ცუდი თვისება. ვერ შარში შეხედა მაინც და მაინც საჭირო თვისებაც არა. ხდება ის სუშარში ვარ მაგის გამო. პირდაპირ ხო მე რაღაცა მომენტის მერე რომ იწყებენ რაღაცებს, აი ვიღაცა ხო ფუთავს და რაღაცნაირად ცდილობს რომ აი მე პირდაპირ ეტყვი რომ ვიცი რომ ეხლა შემეპროჭო პირობითად ხო ხდები ხედავ რომ რაღაცას აკეთებ. და აი გაჩერდი სანამ გვაქვს ვარიაციის საშუალება რომ აჰა. ჩემი ჭკვიანი გოგო. ძირაბა რა. იცი რა მინდა გაიხსენო? შენი პირველი ეთერი. ვაიმე. სად იყო, როდის იყო და რა ნერვიულობდი ალბათ რო ნერვი ქუჩიდან რამ დაასმევინათ ჩემი თავი ტელევიზიაში, აი მართლა მაგას. მე ზუსტად ვიცი, შენგან ვიცი, რომ ეს იყო შენი მთელი ცხოვრების ძალიან დიდი სურვილი. ჩაყა სულ მინდოდა ტელევიზია, იმიტომ რომ შავ-თეთრი ვიცი, ხო და შავ-თეთრი თბილისი რაღაც 90-იანებში წარმოები უბედურება და ერთ ტელევიზორი თმა დავარცხნილი ხალი ტელევიზორში ვნახე პირველად. მაშინ სხვა საქართველო იყო და მაინც მენატრება ეგ საქართველო, თუ გინდა მომკარი. იცი, მგონია ცოტა ადამიანები უფრო მეტად უცხელები და ადამიანურები იყვნენ და უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს და ერთმანეთთან ურთიერთობისგან სუფთა ურთიერთობები იყო შედარებით რა. და აი რაღაც თანაუგრძნობდით და ვეხმარებოდით. ეხა ვინმის რა წაღადროს და წაართვას და გადაუაროს და გავანგროს. ეხა კონტენტის გამო შეიძლება ყელი გამოგჭრონ. კონტენტის გამო კი არა, ამის გამო შეიძლება ეს რა. მითხარი რა, ანუ სად გქონდა პირველი? მაგრამ მინდოდა ის რა პირველ არხზე. პირველ არხზე იყავდი. ანუ ტელევიზიაში მივედი ივლისში დავიწყეთ მუშაობა და სექტემბრის პირველ კვირას ეგრეთ წოდებული პრაგონს ეძახიან, პრაგონი რო ქონდა ვითხრეს რომ ასე ეთერში ვერ შეხვალთო. იქ ბევრი წამყვანი იყო, ვინც პირველი იყო რა, პირველად ჯდება და ერთი კვირა კიდევ მოგცეს და დაგხოცოთ დაახლოებით ეგეთი ის იყო რა, მობილიზდით. ხო, იმიტომ რომ ამ ხოლმე 4 კვირაში ტელევიზიაში მისული და 4 კვირაში შევედი პირდაპირ ეთერში. თან 2 საათნახევრიანი პირდაპირ ეთერი. მაგრამ ისეთი აკადემიური და მაღალი რაღაც ხო პირველ არხს კიდევ სხვა სტანდარტი აქვს. ანუ სხვა არხზე შეიძლება ესე ცოტა დაჯდე, ცოტა გაიხმრო ხა პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელია და კეთილინები რომ გამართულად, მოწესრიგებულად და ასე შემდეგ იმედი ყველა ვინ ფიქრ რა მეტყველება რა მე აი ეს მქონდა დახვავებული ოფი ხელზე აი სუსველი ვიყავი თავიდან ბოლომდე იცი რა ცუდად ვიყავი თან ეს პატარა ოთახი იყო ხო გახსოვს ის ოთახი ჯულიოტა ვაშაყაძის რა ქვია ოთახი იყო და მოკლედ იმის მერე არც განიავებულა ის ოთახი რაღაც გამწვავი წესიერად არ მუშაობდა ძველი ამორტიზირებული შენობა იყო და აი სუჟანგბადის უკმარისობა მქონდა თან ბრუნდებოდი თან ეს განათებები და აი მაგრამ მაინც კმაყოფილი ხო იყავ? იცი რა მე ყოველთვის ძალიან კმაყოფილი ვარ მაგრამ ფეხზე მკიდია სხვა ადამიანები რას ლაპარაკობენ და რას ფიქრობენ და მე რაც მინდა რომ გავაკეთო იმას ვაკეთებ და ზოგს მოსწონს ზოგს არ მოსწონს და მე ყველას როგორ მოვეწონებით კაცო ხო და მე მაგით ვარ გამჯდარი სადღაც ტვინში რომ ყველას ვერ მოეწონები ძალიან ცუდად ხა იქ ხო არის შეხედა ბევრს აქვს ბევრი ადამიანი ცდილობს რომ მოერგეს მის გარემოს ბევრი ცდილობს რომ გარემოს მოერგოს და აი თავგან ვიღაც ადამიანი მე მაგალითად ეს ვფიქრობ რომ სიკვდილის წინა ისო ესე ვამე ეხლა სიკვდილის წინა ამწყდება ამაზე გული ან თუ ვიტყვი რომ ხა ერთი მაგათი კაცი დღეს იმას ფიქრობენ ხოლმე იმას იფიქრებენ ჯერ მაგდენსაც არავინ არ ლაპარაკობს შენზე ერთ ფრაზას ვიღაცა ისვრის და გაივლის რა ან მოგალანძღავს ან შეკარგებს ერთი და იგივეა ეგ უნდა გქონდეს ჩემთვის ეგ არა ჩემთვის შეკებაც და გალანძღვაც არის ერთი და იგივე რაღაცა საზომი ერთეულები მე მაგ ცოტა ჩემ საქმესთან ჩემ თავთან აი ჩემ ძალიან ვიწრო რამოდენიმე მეგობარი რომელიც ყავს რომელმაც იცის სად ვიყავი რას ვაკეთე აი კონტექსტი რო იცის აი სხვა ადამიანები ვერასოდეს ვერ შეგაფასებენ თუ არ იციან ბევრი რაღაცეები და შესაბამისად თუ რამე რჩევა ოდესმე ვიღაცა შემიძლია მივრცე რაც თვითონ აინტერესებს როგორც თვითონ უნდა ის აკეთოს სალამი ეს არის ოქროს სიტყვები უხერხული სიტუაციები მაინტერესებს შენ და უხერხული სიტუაციები მომხდარა ისე რომ აი მიწარობიდან გაგისკდეს აი ისეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილი ხარ ცხოვრებაში კი კაცო რომ აი კრინჯის ეგინდა რომ დაიკუჭო და პატარავდი და სადღაც გაქვე გაიცერებ რა ეს მილიონი მაგრამ ბოლოს იყო გენიალური იქ ვიყავით რა ქვია სამცხე ჯავახეთში წასულები და ერთ მესხები მყავს წავედით 10 კაცი ვართ გადაღებაზე არქეოლოგი და რაღაცა მოკლედ რაღაცა ის არის მეინ ჰილთან უნდა მივიდეთ და სადმა მიხვიდე მეინ ჰილ რაღაცა
მენჰილი, ესე მეუბნებიან რა, ესენი ძალიან ეს მესხეთი ხო ძალიან მისტიკურია, რაღაცა ქრისტეშობამდე 2000 წელს ის იყო, 3000 წელს ეს ციკლოპური ციხეები და რაღაცა კედელია სადაც და რა ქვია, რა კაი ფოტოა, ეს ქუთაისში გადაღებული. ჩემს დუმრებს რომ ახედებ ხოლმე. ქუთაისში არის გადაღებული და ქუთაისში სხვა სიამაყით ვიჯგიმები. მე კარგი მეინჰილი მივიდეთ და ესე დამპალი ხალხი არ მეუნება რა არის მეინჰილი. მეინჰილი არის დიდი ფალოსი. რომელზეც ქალები ლოცულობენ და კამერები ჩართეს ერთი 8 კაცი დგას და ვიღაცა იქაური ადგილობრივი რომელიც ყვება რომ ქალები მოდიან, წვებიან, ეხებიან რაღაცა ეხებიან დიდ ფალოს რომ დაფეხმძიმდნენ. ეს იყო ქრისტეშობამდე 2000 რას თხოვენ? დაფეხმძიმებას და ცხიმი მოაქვს და ცხიმს უსმევენ. ანუ ეს არის უძველესი ამბავი, წარმართული, რომელიც ქრისტეშობამდე 2000 წლით ადრე დაიწყო. ეს ფალოსი მას შემდეგ იქ დგას და დღესაც ქალები მიდიან და ცხიმს უსმევენ და ლოცულობენ რომ დაფეხმძიმდნენ. რომ დაფეხმძიმდნენ. ეს ვიდეოში უნდა ნახო რომ მე რო იქ რო ვიგებ რა ზასთან გავარდნი. არ ახარ არის. და უცებ აღმოჩნდა ძალიან დიდ ფალოსთან და კი, მაგრამ ეგეთი კრინჯობები მე ძალიან ბევრი მომდის. მე ვიცი მე მგონია კრინჯი ძალიან ის რა. ძალიან საყვარელი ხარ, მე მართლა ვიცი მის ისტორია. ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან საყვარელი არსებაა საერთოდ ზოგადად არის. ნამეტანია. მაგრამ ყველაფერს საყვარელია. ყველაზე იცი რა მეჭირებს, აი ჭორი. მაგალითად ახლა მე ჩემს მაგალითს მოგიყვენ სადღაც სხვათაშორის იმედიდან წამოსვლის შემდეგ ისეთი კასკადი არის ჩემი ჭორების რომ მართლა მე როგორ ბოლოს თორი ჩავწერე რომ თავი ან მე რომელსაც ხო ხომ იცნობ რომელსაც ანუ ეგეთ რაღაცებს არასდროს ყურადღებას არ მოგწევდი რომ ყოველ დღემდე რაღაც ახალი ინფორმაციას ვიგებდი ჩემზე რაღაცა ისეთი ხალხი თქვა ხო იცი რომ სუდად ხო არა ხარ რომ აი ბოლოს მე თვითონ შევწუხდი აი მეც კი შევწუხდი ჭორისგან არსებობს რაღაცა რამაც აი ძალიან გაგაღიზიანა აი ესეთი რომ აღარ ცხუმრობაში აღარ გავატარე და არაფერში ეგ იყო კეთხვი ჩვენ რაღაცა ერთ პერიოდში ვიზდებოდით და აი ადრე ერთი 15 წლის წინ მქონდა ეგ ეპიზოდები რა აი ადრე მეტკინა მე მგონი აი 21-ის 22-ის 24-ის რო ვიყავი ისე მეტკინა ეს ჭორაობა რომ რაღაცნაირად მაგის მიმართ აი ღმერთს მადლობა მაქვს იმუნიტეტი თორემ ალბათ ჭუაზე არ ვიქნებოდი მეც მაქვს ანუ ვერ შეხედე როგორი რაღაცა მაგ ვერ ვისმენ ანუ ვიღაცა რო იწყებს მოყოლას აი შენზე ჩემზე ჩემს ირგვლივ არ მაინც თუ საქმესთან დაკავშირებით შევატყვე რომ ჩემს ირგვლივ სიტუაცია შეიცვალა სამსახურეობრივად აი კიდევ დაგვირეკე მე ოფიცერს განაცემაში მიყვარ მაგრამ კიდიათ რა მე ხოდა მე მაინტერესებს აი ამ გავიგეთ აი მაგას გიხსნი აი ნახე რას გიხსნი მე რომელიც ვარ ამ ყველაფერს ძალიან დიდი ხანია შეჩვეული და 37 ჯერ მომკლეს ანუ ყველაფერი ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ აი ეს რაღაცა წლევანდელმა იანვრის თვიდან წამოსულა კასკადმა შემშალა ეგეთი თუ შეიძლება ჩემამდე არ მოაქვთ მაგრამ ეგ მართლა არ მქონია რომ აი ჭორს დავესტრესე არა იმიტომ რომ ჯერ ყველა მიცის მე როგორი გზნობიარე ვარ და არავის თითქმის ჩემთან ამბავი არ მოაქვს მე ისიც იციან რომ მე ეგრევე ვჭრი როგორც კივე იწყებენ ეგრევე ვჭრი და ამიტომ ეს ჩემი დამოკიდებულებაა რა იგივე თავდაცვა გაქვს ჩართული ხო იგივე რომ დღეს ერთს ამბობენ ხვალ მეორეს ამბობენ და მე რომ მაგას მივაქციო იმდენად ემოციური ვარ ისე უნდა ვინერვიულო და განვიცადო უნდა მოვიკლა თავი და მიყვარს თავი და ნამდვილად არ გვაწყობს რა ამიტომ მგონია რომ მე შეხედე მე ხო ვიცი მე რამდენს ვლაპარაკობ სხვაზე და არ ვლაპარაკობ ჩემი თავიდან გამომდინარე შემიძლია მარტო ვიმსჯელოს სხვაზე იმდენად სულ რომ მართლა ვიცოდე რაღაცა ვიღაცაზე ხო ჩვენ შორის რო დაჭა ახლა ნუ თან ახლა ჟურნალისტი ვარ რა სხვა თვალი მაქვს ამ სიტყვას მაინც ვერ ვიხმარ მაგრამ ბევრ ადამიანს ვიჭერ რაღაცა ფაქტებზე რომ ვიცი მაშინ არ ვამბობ უცხო ადამიანის ამბავს რომ ვიცი და ადამიანები რომლებიც აბსოლუტურად არანაირი წარმოდგენა არ აქვს ამბის შესახებ და ადამიანების შესახებ რაღაცებს ყვედობენ უშინაარსოდ და უმიზნოდ ხოხტები ამიტომ ეგ ყველაფერი ჩემამდე არ მოდის კარგი ჭორი აი ესეთ რომ აი რო იფიქრე რომ აი ნინჩოზე იყო ნინჩოს იყიდა ნინჩო ვისა პორშე რა ჩვენი მეგობარია დაკალმა დაკალობს კამ მოკლედ 22 წლიდან თავის თავს ინახავს მუშაობს რაღაცა და
ვიღაცა მეუბნება ვინ უყიდა? ეგრევე ვინ უყიდა, ხო? რა და თვითონ უყიდა დამიჯერეთ. გაწყდა წელში მუშა. გაწყდა წელში მართლა. ხო, ეგ არის, ანუ ხო ხდები, ანუ ძალიან მარტივადაა რა. ტელევიზიაში ვინ მოიყვანა? აი რომ მივედი, იყო გარკვევა რომელმა პარტიამ მიმიყვანა და ვინაა ჩემი მფარველი მისტიკური. აი შენ იცი მე რატო წამოვედი ტელევიზიიდან? არა. ხაზარაძე მასპონსორებს. მადლობა. დიდი მადლობა. აქ ვართ არ არის პრობლემა. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, შეგიძლიათ დაგვაფინანსოთ. ანუ არ არის no პრობლემა. problem. კარგი, და ეგეთი სერიიდან რა. ცუდ კომენტარებზე რა ხდება? ეგეთ მაგ სერიაში სულცად ვცემთ პასუხს, კარგი. ხანდახან დედას მაგინებმა და დიდი მადლობა. როგორ? გუროზე რო ლაპარაკობდით ახლა რა გურო მირეკავს კივილით, ჩვენი მონტაჟის რეჟისორი. მირეკავს. გოგო ვიღაცა გაგინებდა, შეჩემა რატო წარ დიდი მადლობა. აი ხო შენ ძალიან იმდენად ბევრი კომენტარია რომ რაღაცის მე ვეღარ ვკითხულობ და პირველ ორ სიტყვას წავიკითხო და უღრმესი მადლობა ვწერ, იმიტომ რომ რამდენი კომენტარი ხო 4 სოციალური პლატფორმა გვაქვს და სოციმედია მე ვარ და მე ვპასუხობ ყველაფერს. შენ აკეთებ ამ ყველა აბა ვერც ცუდად გავხდი. ხო და ხანდახან ახლა მაგ ეგეთი გასხმები რომ ვიღაცა მაფარებს. იცი რა, ეგრე არის ხოთა შორის, რომ შეიძლება მე უფრო სხვანაირად დაგიწყოს ყურება, რომ აი ის რაღაც ცუდს გიწევ და შენ დიდი მადლობა. რა პრობლემაა. მინდა რომ გაგასინჯო ჩვენი სიდრი, რომელსაც მე გენიალურად ხსნი და შენ არ გინახავს მე როგორ ხსნი. მოიცა. გაკეთებული მაქვს შულოკბილები, შენ გამიხ. გიждები. სამის სიდრი არის. რომელიც გასახსნელი პირში მიდევს. ეს ახალი სიცილი მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი სამრზის სიდრი დალიო ყინულებთან ერთად. და გასინჯო. მაიტა. მაგავს. ძალიან საყვარელი ხარ, მაიტა. იცი რა, სხვათა შორის არასდროს არ შემოხვედრია მე ამის. კაი არის. გემრიელია, მოდი. კაია. მოდი მომიჭახუნე. წარმატებები შენ YouTube-არხს. და ჩემსაც. აბა რა. კაია, გემრიელია. მართლა გემრიელია. თან ზაფხულია და ზაფხულს ძალიან უხდება და შავი მოცვია და იმიტომ მომეწონა. ხო და ეს არის Apple. იცი Apple რა არის? ვაშლი. გავარტყი. გაარტყი კი. საღომე. ხო და მე ვიცი, მე გიცი. კარგი, ვიცი. მაგრამ მოდი მაყურებლას უთხრათ. ტყუილებთან როგორ ხარ? გიჭირს ტყუილის თქმა? ღმერთმა არ დამაჭიროს თქვა, თორე ძალიან კარგად ვიტყვი. ამბობ ტყუილებს. ისეთი ხარ ანუ აი მე მაგალითად როგორ შემიძლია ეს ტყუილების თქმა? ანუ მე თვითონაც ვჯერა ხოლმე. არა, მე პროფესიულად აი რომ მაგალითად ძალიან სუდად ვარ და აბა ეხა დავაი ჩემ თავს ვეუბნები, ეხა მოიხო და შენ ხარ ბედნიერი, ეხა მოყევი კარგად, გახდა შინაგანად ვამუშავებ ჩემ თავს, რომ ვითომ ყველაფერი კარგად მაგრამ ეს არ წამოვიდეს კამერა რო ჩაირთვება. ადამიანების მოტყუებაში როგორი რაღაცა, იცი, მაგალითად რაღაცა შეიძლება არ გითხრა, რაც პირობითად არის საზიანო შენთვის. ვერ გაგწირო. ეგ კი, მე არა ტყუილად. ანუ არ ხარ ოსტატი? არა. ოსტატზე არ არის, არ მინდა. მე ხო არ მიყვარს ეგ. შენ არ მიყვარს. აი მან. არ მეც არ მიყვარს, მაგრამ ნუ ოსტატი ვარ. აი გეუბნები შეიძლება დაგზოგო. ხო. და არ გითხრა. გაგებით, მაგრამ აი ესე მოტყუება ადამიანის, რაც არ უნდა იყოს, თუ ახლობელია და შინაურია და დამიჭდები და მეტყვი. და პირდაპირ გეტყვი, მე მაგის პრობლემა არ მაქვს და მე ვარ შარში, იმიტომ წინ. აჰა. იცი, აი ხა ძალიან გოგოშკულ შეკითხვას გისვავ რა. ულიმიტო ბარათი რო გქონდეს. აი ერთი დღე. ხო. პირველი 3 შენაძენი რა იქნებოდა? გულწრფელად. მოიცა, ხა ბევრი რაღაცა მაქვს თავში. აუ არა, იცი რას ვიზავდი, რაღაც კაპიტალურ ინვესტიციაში რაღაცა შევიძენდი, რაც მოგვიანებით ბინა რაც გაქირავდებოდა, ან კომერციული ფართი, ანუ ეგეთი ტვინი მაქვს, ხო, და აი კომერციული ფართი, რომელიც გაქირავდება, ან რაღაცა რაც მოიტანს სამომავლოდ შემოსავალს, აუცილებლად ეგეთი. სამომავლო შემოსავალს. სტაბილურობა მომავლისთვის. როგორ ხარ შენ ვიცით, რომ ჯერჯერობით სულ ყველას გშურს იმ ქალებს, ვისაც არ გვაქვს გარდერობი ჩვენი. და ნინუცა ორჯორი კიდე აქვს გარდერობი კი არა. აი ეს ნერვების მომშლელი. ანუ ცალკე სახლია მე მგონი გარდერობი კი არა. იმიტომ ლაპარაკობ. იმიტომ რომ მე არაფერს არ ვაგებ. რაზიანი. აი სამდენ ტასაც. რაჯანდაბის გარდერობი გაქვს პირდაპირ გეუბნები. ანუ ხო არის ასეთი გარდერობი, ჩემი ნინჩას როგორი საოცარი გარდერობი. აი შენ გარდერობის ოთახი არის ჩემი გარდერობის ოთახი.
როგორ ხარ გაჩუქებასთან ტანსაცმლის? ანუ გიყვარს ტანსაცმლის გაჩუქება თუ მაინც ძალიან ინტიმურია შენთვის ეს ყველაფერი და ორ სეგმენტად არის გაყოფილი. როგორც ეხლა გითხარი, რაღაცას თუ ყიდულობ, სტრატეგიული მყიდველი ვარ. არ ვიყიდი ტრენდულ რაღაცას, რასაც თუ ნივთი ზვირი არ არსებობს რომ ვიყიდო რაღაცა მიმდინარე, რაც არ ვიცი რომ 5-6 წელი ვიხმარ, არ გადავხრი მაგაში ფულს. ინვესტიციას ავითარ რა, პროფესიულად ჭირდება, საქმე სჭირდება, კარგია და სულ ეგეთ რაღაცებს ყიდულობ. შესაბამისად, აი ის რაც საბაზისო რაც აი სულ არის გარდერობში და გარდერობის რაღაცა თქვენ ახლა სერიოზულად გეუბნები, მთელი ფილოსოფია და სტილისტები ასწავლენ როგორ უნდა შექმნა გარდერობი ფუნქციონირებს. შეიძლება ისე დურაკულად იყიდო ყველაფერი, რომ რეალურად ბევრი გქონდეს, მაგრამ სტილი არ გქონდეს. სადღაც 60% არის ის, რაც არ ჩუქდება და არის 10 წელი მაცვლა. რაღაც შეიძლება მქონდეს ნაყიდი 19 წლის რო ვიყავი და დღემდე ვხმარო. იმიტომ რომ სწორად ნაყიდი ნივთია, რომელიც მაგას ვერ აჩუქებ. ხო, ეგეთი რაღაცაა სადღაც 60. დანარჩენი უამრავი ადამიანია ირგვლივ. ხო, მე და ნინჩოს სულისტანს. ერთმანეთის გარდერობში ნინჩოს გარდერობიდან წამოღებული, მაგას პირდაპირ ვაღებდი ხოლმე კარადას და ჩავყრიდი ხოლმე და მომხდარ. რაღაცებს ვაჩუქებ, რაღაცები იყიდება, რაღაცებს ვაგზავნი ახლობლებთან, აი ეს სეგმენტურად ვაკეთებ. რაღაცები ადრე ტელევიზიაში მიმქონდა და აი ეს ხდება. ძალიან ნერვები მეშლება შენ გარდერობაზე. იცი რა? არა, ანუ ხო ხდება ისა სივრცეზე, ძალიან ლამაზი სივრცე. სივრცე ხო. იცი რა მაინტერესებს? რაღაცა მინდოდა მეკითხა და დამავიწყდა. აი ხო, ეგ მაინტერესებს. ნიჭიერი რაში ხარ? რა? ნიჭიერი რაში ხარ? აი, ცალკე ნიჭი. რამე ნიჭი არის? კომუნიკაცია. ეგ შენ გონია რომ ნიჭია? კომუნიკაციაში შესვლა? კომუნიკაციაში არა. როგორ გითხრა, ადამიანის დათანხმების უნარი. მე ვიცი რომ სიმღერის ნიჭი გაქვს რაღაც საოცარი. ეგ არ ერთადერთი ადამიანი ძალიან კარგად ვინც გუსტავი 2-ის საახალწლო კონცერტიდან ჩახსნეს. იმიტომ რომ იმდენად კარგად მღერის ხალხო. არა. წარმოიდგინე რომ ვინც ასწორებს მუსიკას რა რეკორდს ხალხო მე просто მაგდენი დუოკი არ ფიზიკური შესაძლებლობა არ მაქვს. ხო, შენ რო გიჭდები სიმღერაზე. ჩემი მღერი გუშინად მღეროდი გადაღება მქონდა. კიკეთში ვიყავი ასული და აი იმისანაც გემრიალად მღეროდი, მე დარდი არ მაქვს. ჩახსნეს საახალწლო კონცერტიდან. მე უთხარი, მე საერთოდ წინააღმდეგი ვიყავი, უთხარი ტყილა მაწვალებთ მეთქი. არა, ჩაწერე გავასწორებთო. მივედი ვიყნაულე და ვერ გაასწორე. მაგრამ სიჟდები ხალხო თქვენ არ ვიცით როგორ ხდება. არ კატასტროფა. ანუ გეხვეწებთ შედით ლინუცას ინსტაგრამზე გიდევს ერთი ვიდეო. ნინუცას კი ყველგან გიჟდები მანდ როგორც ყლოყინებს ხალხო, ეს არის ფანტასტიკური. ქუთაისში. და რა ხალხთან? ფანტასტიკური ვიდეო. ეს ხალხი მღერის მე მუნდა დამახსენე გეხვეწები. ჰა? დასვერი გამახსენე. უთოლი არის ჩემი ისა რა ქვია. თავარი, აი თუ ძალიან კაი ხასიათზე ვარ, თოლიას ვეწავ. ჰა? აი ხა რო წავიმღერო ადგილზე. აუ აქ რაღაცა გარემო არა და ხელოვნური იქნება. აი მართლა ის ხელოვნური იქნება? შინაგან, არა, შინაგან, აი რაღაც აჟიტირებისგან რომ მოდის და აი რაღაც ჩემი ხარ ძალიან. არა, მეორე არის. რომელი თოლია? სადაფრენსად ტანტექსტი არ თოლია. სადა აი არა არ არის გარემო. ეს მაგრამ შეცვლილია რა. არ არის გარემო. მაგაში შეცვლილია ხალხო ეს რა. ჩემ შვილი გაიქცევა ვაფშე კი რომ მიღება ძალიან კარგად არსად არ შენობა გაიქცევა. დატოვოს. რა სამი რა? დაბლი. არა, მე მეგონა რომ იმას ვაცხადებდი უკვე ჩვენს დამშვიდობებას? არა, ჯერ არ გემშვიდობები, ჯერ უნდა გეთამაშო. ხო და ჯერ მინდა რომ აი სადვარ კრეტინი, ყველა თამაში კრეტინი ვარ. აი, გიჟდები თამაშებზე. ხო და მე მინდა რომ სპონსორებზე ვილაპარაკო. და ვთქვი ვილაპარაკო ბაზრის საქველმოქმედო ღონისძიებაზე. 8 ივნისამდე შეგიძლიათ მოხვიდეთ ბაზარში და გამოყოლოთ წიგნები, დატოვოთ სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში. ბაზარი და ღონისძიების ამბასადორი გიორგი კეკერიძე რეგიონების ბიბლიოთეკას გადასცემენ. ეს არის ფანტასტიკური შემოთავაზება, მეგობრებო. მოდით თქვენი წიგნებით და დატოვეთ აქ. 6, 7 და 8 ივნის წიგნის ბაზარი არ დადეგები გაიმართება ბაზარში, სადაც წიგნებზე განსაკლებები გელით და ამავე ღონისძიების ფარგლებში ძალიან კარგი წერლების ძალიან საინტერესო ლექსებსაც მოისმენთ და ეს მთელი დღე გაგრძელდება ეს ყველაფერი.
უფასოდ, რა თქმა უნდა, და ეს არ არის გასამაზი. მოიტანეთ თქვენი წიგნები, ეს წიგნები წავლენ რეგიონებში. რა კაი პროექტია. ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებთ, იმ ადამიანებს გაახარებთ, ვისაც კითხვა უყვარს და ზოგადად მე მიყვარს წიგნი. წიგნთან შეხება მიყვარს. არ შემიძლია ეს აი ამებში კითხვა არ მინდა. წიგნი უნდა შემოგეციო, რომ რეგიონებში ხო დავდივარ და ეხაც ჩასულები ვიყავით ბორჯომში 15 წლის გოგოსთან, დედა მომიგდეს. იქ ნაკითხი ბავშვები არიან, იქ მობილიზებული ბავშვები. ჯერ რაღაცებს საქმიანობა, ბიზნესები აქვს, მიკროწამოწყებული. იცი რა კაი ტიპები არიან და როგორი განათლებული და აი დაალაგებულები თავს ჩვენ ბატები ვიყავით მაგალითად. ჯერ ბავშვები ვიყავით. ძალიან. და მე ბატები ვიყავით და კი რაღაცა ქონდა წაკითხული, მაგრამ სად ეხა ამათი გახსოვს საერთოდ ქართულ ენაზე ძალიან ცოტა წიგნი იყო, ნათარგმნი, ინგლისური თუ არ იცოდი. ვერ წაიკითხავდი დასავლურ ლიტერატურას, ძალიან ცოტა თარგმანი იყო და მე ნელ-ნელა შემოვიდა. რაღაცა ერთი რუსთაველზე იყო ერთი წიგნის მაღაზია, პროსპერო იყო თუ მახსოვს, ჭავჭავ. ორი წიგნის მაღაზია იყო და წიგნების მიცემა იყო და თხოვება და რა ხდებოდა. ხო და ეხლა ძალიან მაგარია რომ ხელი შეუწყოთ, მეც აუცილებლად მოვიტან. ძალიან მაგარი მოიტან. კი, სოსიკოს ძალიან ბევრი წიგნები გვაქვს, რომელიც უკვე წაიკითხა და აღარ სჭირდება და პირიქით. აი ყველაზე გაგრძელდება ეს ყველაფერი 6-7-8 იunis. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი დღეები არის ბაზარში, საქველმოქმედო დღეებია, მოიტანეთ წიგნები, ჩააბარეთ, გავახაროთ რეგიონებში ადამიანები, ის ადამიანები, ვისაც კითხვა უყვარს. 70 წლის ნინუცა როგორი წარმოგიდგენია? არ ვიცი რა, ეხა დავიწყე მაგაზე ფიქრი, მე რა იქ, აქამდე იცი რომ არ მქონდა. მე არც მინდა მაგაზე. აქამდე არ მიფიქრე და ეხა რაღაცა ცვლილებები რო წავიდა, ხან და ხან გამეპარება ფიქრი რა იქ. ეგეც სისულელი არის, ჩემი აზრით. აი ეგრე წინ წაი რომ გაარკვიო რა იქნება, არაფერი. მერტ მაგნას რომ ისეთი ხალისიანი, არ მინდა რომ გავბოროტო, წარმოდგენა როგორი გაიგე, როგორ გინდა რომ იცხოვრო. აი, ეხლა ამ წამს რომ იფიქრო ამ ყველაფერზე, შეკითხვა ხო დაგისვი რომ აი როგორი წარმოდგენით, აი როგორ გინდა რომ იცხოვრო 60-70 წლის რო იქნება. ხა წყნარი ცხოვრება არ მინდა, მინდა ფეხიციარული, მინდა ბოდიალი, მინდა მე მგონი რომ სარგებელი მოვიტანო, რაღაცები ვაკეთო. აი, ეხა მაგ ძალიან დიდი სურვილი რომ აი ახალგაზრდებს რაღაცაში ხელი შეუწყო, ხო ხდება? აი, რაღაცა სარგებელი ქონდეს ჩემი არსებობისგან სხვა ადამიანებსაც, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი სარგებელი მივიღე ამ სამყაროსგან. ახლა შენ გარდერობი დაასახელე და ასე შემდეგ, მაგრამ მაგას გარდა შემოგიფრინდები ერთხელ ძალიან ბევრი კარგი რაღაცა მომცა სამყარომ, რა, აი ბევრი საჩუქარი ხარ. რას ლაპარაკობ, აი სულ უნდა უთხრა მადლობა, ხო იცი სამყაროს, მაგით უფრო მეც და მეც მშობლებიდან, მამიდაშვილები, ბიძაშვილები, ნათესავები, აი ყველა ადამიანი, ვინც კი შემოსულა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი კარგი გაუკეთებია ჩემთვის. აი ვერც კი ჩამოვთვლის, სულ რაღაცა გეგონება სიკეთეს და ბარაკას ვიზდა. ეგოსთან როგორ ხარ? გაქვს ხოლმე შემოტევები, რომ აი ცოტა დივა მომენტები გაქვს ხოლმე, რომ აი მქონდა. ანუ სახში რო ვიჯექი. ხო. და აი რაღაცა პერიოდი სანამ სოსიკო პატარა იყო და ჩართული იყო ბავშვის აღზრდაში, ეთყობა მე იმდენად მქონდა მოთხოვნილება და ისე შურდა ყველასი, ვინც რამეს აკეთებდა და მე რომ მაგის საშუალება არ მქონდა, რომ აი ცოტა რაღაცნაირი ვიყავი რა, ცოტა ესეთი ვიყავი და როგორც კივე გავედი სამსახურში, და ეთყობა ეს დავიკმაყოფილე რა, ეს თვითრეალიზების ძალიან დიდი სურვილი. ეგრევე ნელ-ნელა წავიდა და ეხა ეგო კი არა ის რა ქვია. ძალიან გაგიჭირდება, ეხა ცოტა ვისავა რა. მოდით ყველას ვაპატიოთ. მოდი შევიწყაროთ, რა კაი ადამიანია. ისმენ და ხო რაღაცა ისეთი ხარ, ძალიან ბევრ რაღაცაში. ბიჭო დავბერდი, ხო ზერ მოვკვდები. ერთ-ერთი საერთოდ არ დაბერდი, მოდი მაგალითად დავიწყო. აი მთელი დღე რო ჩაკეტონ ერთ ოთახში. რომელ ცნობილ ადამიანთან ჩაიკეტა ბიჭო? გულწრფელად მითხარი, იქნებოდა მამაკაცი იქნებოდა ეს თუ ქალბატონი იქნებოდა. ვინც გინდა ის წარმოიდგინე. მითხარი. ой, ისე გავწიწდი. ანუ როგორ გაწიწდა ნეტა. ჩემი მეგობარი დავინახე ახლა, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრება. ძალიან კაი, ეგება კითხვა გადავაკატავოთ. არ გადაგიკატავებ. მიყვარხარ ჯონი. მიყვარხარ ძალიან. როგორ გამიხარდა შეინახვა. გიждებ, ვერამდე ჯერ ვიძებ გიждები აქაურობაზე, ვის არ ნახავ. ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და ძალიან დიდი ხანი რესტორანი არქა. მეორე სართულზე იქ ვიცი რა დასახელება არ შეიძლება და მეორე სართულზე არის მე რომელიც მიყვარს. და ვინმე? მოიცოდე, ოთახში ვისთან ერთად ჩაიკეტებოდი. რა საქმეზე?
ვისთან ერთად ჩაიკეტებოდი? დუმილის უფლებას ვინ არჩევდა? ვერ იტყუება ხალხო, მართლა აღარ იტყუება, გავგიჟდები. აღარ ვიტყუებიო, თქვა და არ იტყუება. დუმილის უფლება, კი ბატონო, მე პატივს ვცემ. შენ ხო იცი რომ მე პატივს შენ ვცემ? ჩაიკეტებოდი. აუ მე იმდენი პრამოტლის რაიან რეინოლდსი ცოტა ნამეტანი არა აი შეხედე რაიან რენოლდს ცოტა ნამეტანი დავარცხნილი არ არის? რაიან რეინოლდსი, ჩემი საყვარელი იუმორი აქვს, გიჟდები. ხო იუმორი არა იუმორი კაც რო უხდება ეგრე არაფერი. მიდი თქვა, მე ხო ჩა ტიმოტე შალამე რაიან რეინოლდსი. კიდე ვინ მინდა? ერთი ის იყო მსახიობი არ მახსოვს, ვენესუელური სერიალის მსახიობი იყო. ეგეც მინდა. კიდე მინდა. რა ვიცი, ვიღაცები მინდა რა. ჩავკეთავ, ვისაუბრებდით. ვისაუბრებდით ბევრს. კი არა კიდე ჩავიკეტე. აი, მართლა ეხა მითხარ. კაი მოდი ერთი ავარჩიოთ მსახიობი. არა ყურში არა ვფიქრობ რომელი მსახიობი მომწონს ეხლა ბავშვობაში მომწონდა. ბრედ პიტი. მე დალა კობუკია ვქრაშავდით იმას. ვის ქრაშავდი? ლეონარდო დიკაპრიოს. აუ დიკაპრიოსთანაც ჩავიკეტებოდი. მოიცადე. და ფოტო გვაქვს გადაღებული, აი total cringe. დედას თუ დიკაპრიოსთან ფოტო? არა, მე დავაკო. მომკლავს ახლა მაგას რო ყვებით. ესე გვაქვს გაშლილი ხელები და ზედ გვაქვს კიდე ჭიკარტით ისა რა ქვია. დიკაპრიო და კეით უინსლეტი ასევე ხელებ გაშლილები. მიყვარხარ. აი მე ძალიან დეგენერატია მაგას გეუნები და მან ალბათ ვიყავი 12 წლის. ხო და იმის მერე უნდა რომ დიკაპრიოსთან ერთად ჩაიკეტოს ოთახში. დიკაპრიო ხო, ახალგაზრდა დიკაპრიო და ვიქნებოდი ალბათ კეით უინსლეტი. კეით უინსლეტი. ბავშვობაში მაგის ვიზა კი ვიყავი. ანუ ძალიან ლამაზი ხარ. ძალიან. კარგი, მოკლედ. თამაშის დრო მოვიდა, გიჟდები თამაშებზე. ეხლა ნახე ჯერ არა იყო ერთი წამი. კაი. გეტყვი თამაშის წესებს. მოკლედ, აუცილებელი და მნიშვნელოვანია რომ ეხლა ეს თამაში ჩვენ რასაც ვითამაშებ. გავაკეთოთ ნახე როგორ. ეხლა აქ წერია რაღაცეები და უნდა განვასახიო. ქმედებები უნდა ავხსნათ ოღონდ. ქმედებები. ესე კი არა. slow motion-ში. აი მაგალითად ჭიქის დალევა ამოვიდა და ეს ჭიქის დალევა უნდა გამიკეთო და მე უნდა გამოვიცნო. იგრიგობით ვთამაშობ. კარგი. შენ იქნები პირველი თუ მე? მე ვცდი. იმიტომ რომ ძალიან კრინჯი ვიქნები. მიდი. ნებისმიერი. მე უნდა განახო. ესე იგი, შენ თუ ხსნი, მე უნდა განახო. კაი, წავიდა. slow mo, ძალიან ნელა. აი შენელებული ფილმის ჰოლივუდის კადრი. მიდი. მოიცადე. მეც რაღაცას რელიეფი მჭირდება. რელიეფი ჭირდება, ვიშო. მოიცადე. თაზე ასვლა? შემოხედა? დავიწყე ხალ. კატა? არა. კატის ფოფხვა? ხო მან ხარ ახლოს. კლდეზე ცოცვა. Yes. მიყოლ. ეხა შენ. როგორ გამოიცანი, მე მგონი წაიკითხე. არ ვიცი, არა. იმიტომ რომ ეგეთი უნიჭო და ეგეთი არ წამოდი. ხო იცი შემსახიობი ხარ და მე არ უნდა ვნახო, ხო? არ უნდა ვნახო, სწორედ არის? კი. შენ არ დააფიქსირეთ. მე არ ვნახულობ. ანუ ჩემ პროდიუსერი მიყვარს მართლა. აიღე რაღაცა. გახსენი. ამოიღე. ბანანი შეჭამე. მე კიდევ მეგონა მე დავიქრინჯე. შენ ხარ პროფესიონალი მსახიობი. ოკაი, ეხა. როგორ მაინტერესებს რა? ეს გადაცემა მორჩება და შენ კიდევ უნდა შემომხედო თვალებში, გიყურე. შემოხედოთ ორივე, მიდი, გააკეთე. რო დგება ხალხო, ყველაფერს რო ძალიან ისე უდგება. დედა გატრიალდი არ უნდა უხო. მოუშენი არ დაგავიწყდეს. გააკეთე. და პასუხისგებლობით რო უდგება მაინც, ხო ნერვებია შევა რომ მაინც აკეთეს პასუხისგებლობით. მიდი. ხო? მოცემა? slow mo. ამას ვერ გავაკეთებ ამაზე უკვე. ჩემი ნიჭერი გო. ცხენზე ჯირითი? გუშინ ვიჯირით ეს ფოტოშორის. ფოტოშორის კარგად ჯირითო. კარგად ვჯირითო მიდი, პრამიშას. კარგით, ნახოთ შემდეგი რა არის. დაიწყოს. მორჩა კინო. უნდა მეჩვენებინე შენ. კი. პარაგლაიდინგი? საქანელაზე. მე რო ვიყო დამპალი ადამიანი, დამპალი ადამიანი. Sakhanelasi go candy, the gamo candy.
ვაიმე. არჩენ არ გინდობს ეს ქალი. არ მინდობს ხოლმე საერთოდ გაწირული ვარ მე თუ მკითხო. აბა ნახოთ შენ თუ დაგინდო ცოტათ. კი. დაინდო. შემომხედეთ. იყურანი 7 კაციანი აუდიტორია. არა, 15 კაცია. ბოდიში მოიხადე, ყველა რომ გადანაწილდეს, თავსა იქნება ამფითეატრი. მიდი. თქვენც რომ მიხვიდეთ, შეხედეთ, რუსკა. ნელა, მაინც სწრაფად მიკეთებ რა. ნინუცა. თავის დაბანა? არა? ჩანჩქერში დგომა? არა. მომისმე თავიდან. მიდი. თავის დაბანა, თავსიბანა აშკარად. კი, მაგრამ ცოტა სხვა პროცესია. წვიმაში? არა. სხვა პროცესია, შეხედე? ქერტლის სათი დააღდება შემოხედე? შევედი დუშკაბინაში. ხო? დუშის მიღება. Yes. არა, თავსიბანა. შაპის მიღება. შაპის მიღება. სიტყვით თუ ვიქნებით. სიტყველი რუსულ სიტყვებიდან შეგვიძლია პირდაპირ ტუჩებში მომარტყათ ხოლმე. წინაზე მეგონა რომ შენ არ უნდა მეჩვენებინა. კაი. აი სად იქ ცოტა მიგხო. მაცალე ვარ გაკეთე. პირველად არა რაღაცას. ოკეი, შეგილია, შესტოპე, აღარ იწვალო. თუ აღარ ვიცვალეთ და აღარ გვეყოლება მაყურებელი. ეს არის ჩემთვის ახლა ის იმდენად უხერხული გამისკეთება. მართლა. აი დედას ვიცარ აბა რა გავაკეთე? არა, ის პულის თამაში კი არა და ბილიარდის თამაში, კაი. მოდი ცოტა დაგვრჩა და კი. გაგიშვებ ამ კოშმარში, რაშიც გამყოფე ხეხლა. ეს მარტივია, რა დაგემართა? გული მოგილბა ბოლოს. Slow-mo მინდა, slow motion. არ არის slow motion. აჰა. მერე? დასხმა რაღაცის. ასხავ რაღაცას ძირითადად ასხავ. რა ვერ ჩაასხა ხალხო რამდენს ასხავ? ხო. ვერ მოიცა ვერ ხვდები იქ რა საკეთებ ვერ ხვდები. თავიდან. ეს ხო ჩაასხი, ეგ დავინახე რომ ჩაასხი, მე რა ხდება ვერ გავიგე. ხო? და მე რა ხდება? ხალხო 4 საათი ასხავს. ანუ 4 საათი გარდა იმისა რომ ასხავს ვერ ხვდები რა საკეთებ. ასხავ რას? კაი მიუცი გატყვევ ძალიან დიდი ხენე კოქტეილის ბარმენი ხარ კოქტეილისას. ეს რატო არ გამიკეთე კარგად? სუდ ასოციაციებამდე მივდივარ პირადად. სუდია გოგო ეს? სატელევიზიოდ სუდი არის. მანახე. ჩემი ზრდილობიანი გოგო. ეხავე. ეს ხალი გაამწარე თუ რა ხდება? ხინკალი. საღო. კაი იყო. ბოლო წამებაა. შენი ბოლო წამებაა მართლა. ავე კაიო. მოეწონა ძლივს რაღაცა ხალხო. მიდი. ოღონდ slow motion-ში როგორ ვიზავ? გადიკიდე იქით კარგად დაგინახავ. ოღონდ ორი სცენისგან შედგება. სანამ ორივე ეპიზოდს არ ვიზამ, არ კარგი. ეგერც. ეს მეორე მიდი ხომ თხოვე კი აბარა მე ძალიან სიამოვნებ შენი ყურება მოჭა ორივე ეპიზოდი
ორი როლისგან შემდგარი. ბუკეტის დაჭერა. თაიგულის. მართებულია თაიგული. აუ, მეც დამემართა YouTube-ზე. იმდენად მოშებული რო ხარ. მოშებული რა. ხერა მოგიტანე. ეს ძალიან დიდი მადლობა. ჩემი გოგო, ჩემი საყვარელი გოგო. ნახე რა ლამაზ, შენაირად ლამაზი ყვავილები. როგორ გიხდება. ძალიან დიდი მადლობა. როგორ მესიომონა. ნახე. საოცარი ყვავილებია მართლა. თან ვარ? Story ძალიან ყველაზე სხვათა შორის ყველაზე ლამაზი ყვავილები. აი მე სულ განსაკუთრებულად ურჩევენ ხოლმე ჩემს სტუმრებს რა. ავარ, აი ეს ყვავილები ისე მოგიხდინეს რა. სულ ამას ვყიდულობ და მიყვარს და რა ლამაზია, როგორ მიყვარს, აი კიდევ რა მიყვარს, რომ დავდგარ, კლდეღრე და ასე შემდეგ, არ მიყვარს ყვავილების მოწყვეტა რა, მგონია რომ ბუნებაში ყველაფერი უნდა იყოს, როგორც არის ბუნებაში, ბლა ბლა ბლა. და რომ აი მაგათ კლდეზე რომ მივცოცხავ და გაჭედილი მაქვს და ვეღარ მივდივარ. რა ქვია, თუ ხედავ რაღაცა ყვავილს, ვეტყვი რა მიდი ახლა იქამდე მიდი. იქ ხო სულ გიჭირს, სინამდვილეში მე ძალიან მიჭირს ეს ყველაფერი. მივალ და იმ ყვავილს მოვწყვიტავ და მე დღიურში ვინახავ რა, სადაც ნუ საქმიან რაღაცებს. თუ თავის დროზე კაი რაღაცებს წერდით, რა ქვია, 16 წლის ასაკში დღეს ისე რა ქვია. მაშინ წერდა ჩაკეტილ ოთახში იმის ერთად უნდა იყოს. იმან შემომხედა, იმან გამხედა, იმას მე შევხედე და ეხლა ნუ ძირითადად მიწა 7-ზე გაქვს კარატე და 9-ზე უნდა იყოს იქ. მადლობა. ხო და იქ ვაკრუკი. მადლობა შენ, ძალიან დიდი რომ იყავი ჩემთან. ძალიან მიყვარხარ, გიждები შენზე. და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ და შევხვდებით ახლა უკვე დათვა და რო თბება ხოლმე, მე ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთად. იმედია მოსაწყენი სტუმარი არ ვიყავი. ჯონიკიძე. უკვე აწუყე წამყვანი ბლოგერი, სილამაზის ბიუთი ბლოგერი და აწუყე იუთუბერი, უმშვენიერი სინიცა ორჯონიკიძე იყო რა ბაზარიას სტუმარი, ეგ ბაზარი იყო დღეს მეგობრებო, შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში, ისევ ბაზარში, ისევ რა ბაზარია თქო, კითხავთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვიცანცარებ ვიმაიმუნებ და კიდე ძალიან საინტერესო სტუმარი მეყოლება, იმედია. აბა, კერიგე